ქართული ჰალკის მორიგი გამარჯვება, ემოციური მიმართვა, გაუგნებული დევონ ლარატის კითხვა ქართველებს, როდის შეძლებს კვარაცხელია თამაშს, ბოლო ცნობები იტალიიდან, ნონიკაშვილის გმირობა და ხაბიბ ნურმაგომედოვის კრიტიკა დვალიშვილს. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების სანახავად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ამერიკიდან, სადაც ქართული ჰალკი ლევან საგინაშვილი პირველად წარსდგა და კიდევ ერთხელ გახდა მაგიდის მეფე. ქართველმა მკლავჭიდელმა ლეგენდარული ამერიკელი ჯერი კადორეტი უშანსოდ 6 რაუნდიან დაპირისპირებაში ანგარიშით 4-0 დაამარცხა და სპეციალური ჯილდოს მფლობელიც გახდა, როგორც მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი. აღსანიშნავია, რომ მათი დაპირისპირება პირველად შედგა და ამ შეხვედრამდე ლევანს მაჯის ტრავმა აწუხებდა. თუმცა უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდა და როგორც კომენტატორებმა აღნიშნეს, 36 წლის ქართველმა მკლავჭიდელმა მეტოქეს ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრას ბევრი ქართველი ესწრებოდა და შეხვედრის მიმდინარეობისას ქართველი მკლავჭიდელი დიდ მხარდაჭერას გრძნობდა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ლევანს არ გამორჩა და გამარჯვების შემდეგ ქართულ გულშემატკივარს მიმართა. ამ ემოციური მიმართვის მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია წლის ბოლომდე 60,000 გამომწერს მივახციოთ. და ეს შესაძლებელია, თუ არ დაიზარებ და ერთ წამს დამითმობ, რადგან ზუსტად ეს დრო ჭირდება არხის გამოწერას. მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა ქართველებო. დიდი მადლობა რომ შეწუხდით და მოხვედით. ძალიან დიდი ძალა მომეცით. მადლობა საქართველო. მადლობა მინდა უთხრა ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს არ შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას. მადლობა ჩემ ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს მეგობრებს. რა ვიცი, ყოველთვის ვეცდები რომ გაგახაროთ და ქართული დროშაზე ვითავწიო. ამ ემოციური მიმართვის და მორიგი გამარჯვების შემდეგ მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი მსოფლიო მკლავჭიდის ლეგენდის დევონ ლარატის სიტყვები ქართველებზე. შეგახსენებთ, რომ ის ლევანმა რამდენიმე თვის წინ ასევე უშანსოდ დაამარცხა, თუმცა ამის მიუხედავად ისინი კარგი მეგობრებიც არიან. საქართველოს 2 UFC-ის ჩემპიონი ხავს, 2 მსოფლიო ჩემპიონი. კლავჭიდში 4 მსოფლიო ჩემპიონია. ძალოსნობაში რამდენია? ძალოსნობაში 1 სუპერმძიმე წონაში. ძიუდოში და სუმოშიც ხომ? ძიუდოში ყველა კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონია. რა ჯანდაბა ხდება საქართველო? რატომ ხართ ასეთი ძლიერები? თქვენ ხომ 3 მილიონი კაცი ხართ? ჩვენ გვყავს ბავშვი, ალექს კასტაჯი. ალექსი ჩამოვიდა კანადაში. 14 წლის ბავშვია, საქართველოდან. ის კანადის ეროვნული ჩემპიონია. მოკლედ, უპასუხეთ ლარაც კომენტარებში, რატომ ვართ ქართველები ასეთი ძლიერები. ახლა კი ფეხბურთი და ლა ლიგა 2-ის მე-19 ტური, სადაც გიორგი ქოჩარაშვილის ლევანტემ კორდობას უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა. ეს თამაში ჩვენთვის გამორჩეული იმით იყო, რომ ქართველმა 72 წუთზე კორდობას კარში 11 მეტრიანის ნიშნულიდან მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებას დაიმსახურა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 4 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაცა. ლევანტეს კი 30 გოლა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე იმყოფება. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 დეკემბერს სტუმრად ალბასეტეს წინააღმდეგ გამართავს. მორიგი გამარჯვების გოლი გაიტანა გურამ კაშიამაც. სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბრატისლავის სლოვანმა სტრედას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გოლი მაშინ გაიტანა, როდესაც ანგარიში 1-1 იყო. შედეგად საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 54 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენი კაპიტნისთვის კი ეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მესამე გოლი იყო. უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში კი ოლექსანდრიას და ჩერკასის დაპირისპირების დროს ქართველმა ფეხბურთელმა შოთა ნუნიკაშვილმა უკრაინელი თანაგუნდელი ოლექსანდრ კაპალენკო სიკვდილისგან იხსნა. თამაშის დროს კაპალენკომ გონება დაკარგა. ქართველმა ფეხბურთელმა კი მას პირველადი დახმარება გაუწია და სიკვდილს გადაარჩინა. ეს რა თქმა უნდა ძალიან ემოციური მომენტი იყო. ფეხბურთელებმა ცრემლებიც ვერ შეიკავეს, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება შეხვედრას, ის ფრედ 1-1 დამთავრდა. ნონიკაშვილი ტრადიციულად ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ჩერკასში გასულ ზაფხულს იბერია 1999-დან გადავიდა. ის მუდმივად ძირითადშია და 13 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ კი უდინეზე 3-1 დაამარცხა. ტრავმის გამო ქართველი ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებდა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა მიმდინარე თვეში თამაშს ვეღარ შეძლებდა და მოედანს მხოლოდ 2025 წლიდან დაუბრუნდებოდა. მაგრამ ნაპოლის სამედიცინო შტაბის ინფორმაციით, მკურნალობის პროცესი იმაზე უფრო კარგად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შეფერხება არ მოხდა, კვარა გუნდს მომდევნო შაბათს შეუერთდება და შესაძლოა ანტონიო კონტემ ჯენუასთან რამდენიმე წუთით თამაშის შესაძლებლობაც მისცეს. როგორც ცნობილია, ანტონიო კონტე უახლოეს დღეებში მედიკოსების რეკომენდაციების საფუძველზე გადაწყვეტს, რამდენად შესაძლებელი იქნება ხვიჩას დატვირთვა მომდევნო ტურში. ახლა კი მოკლედ ლიონის ქართველ ფორვარდზე, გიორგი მიქაუტაძეზე, რომელმაც ფრანგულ მედიასთან მის ლიონში დაბრუნებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ჩემი ლიონში დაბრუნება არ სურდათ, მაგრამ ჯეროდა ამ ტრანსფერის და დაბრუნება ძალიან მინდოდა. ახლა კი ბედნიერი ვარ, რადგან სახლში ვარ. ყველაფერი გამოსწორდება. ეს დროის ამბავია და ჩემი სურვილია, რომ ლიონთან ერთად ისტორია შევქმნა. მოვიგო რაც შეიძლება მეტი ტიტული და გავიტანო ბევრი გოლი. ბევრს არ ვფიქრობ გატანილ გოლებზე. არც იმაზე, ძირითადში დავიწყებ თუ სკამიდან შევალ მოედანზე. თავარია ბევრი ვიშრომო და საკუთარ თავზე ვიმუშაო. გაამართლებს ეს ყველაფერი თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვიცი, რომ კიდევ მექნება შანსები. ჯერა რომ შემიძლია ძირითადის ფეხბურთელი ვიყო. ლიონში თამაში ბავშვობის ოცნების ახდენაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ მაისურით ვთამაშობ და გოლებს ვიტან. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზეა 1 საგოლე გადაცემაც. ახლა კი UFC და მერაბ დვალიშვილის და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება, რომელიც ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი განხილვის თემაა. როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო კამარს სწორედ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. მებრძოლებს შორის უკვე მწვავე სიტყვიერი დაპირისპირებაც ვიხილეთ. სწორედ ამ დაპირისპირებას გამოეხმაურა UFC-ს ლეგენდა ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც მერაბ დვალიშვილი გააკრიტიკა. მერაბმა განაცხადა, რომ UFC-მ უმარს საჩუქარი გაუკეთა და მასთან ბრძოლის საშუალება მისცა. ეს მისი პრობლემაა. ვფიქრობ, როცა დვალიშვილი კარიერას იწყებდა, კარგად იქცეოდა, მაგრამ როდესაც ჩემპიონი გახდა, ამას ვეღარ უმკლავდება. ჩემპიონობის შემდეგ ცხოვრება იცვლება. ჩემპიონობამდე და ჩემპიონობის შემდეგ ორი ცხოვრება. ამას კი უნდა გაუმკლავდე. უმარის სტატისტიკა 18-0 წინააღმდეგ არის და ამ 18 გამარჯვებიდან 6 UFC-ში მოიპოვა. UFC-მ კი მას საკმაოდ რთული მეტოქე შეურჩია. უმარმა ეს ყველაფერი დაიმსახურა და არ მესმის, რატომ ნერვიულობს მერაბი. უმარი აქ იმიტომ არ არის, რომ ჩემი ბიძაშვილია. ჩვენ შორის დიდი სხვაობაა. მე ხაბიბი მქვია, მას უმარი. 19 იანვარს კი დაამტკიცებს, თუ რატომ ნერვიულობს ახლა მერაბი. რას უპასუხებთ ხაბიბის ამ კომენტარს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება UFC 311-ზე 19 იანვარს გაიმართება. ბოლოს კი, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.